სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის დედის დღესასწაული, უფრო სწორად კი დედ-მამის დღესასწაული. რატომღაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ ხოლმე, თუმცა ეს არის მშობლების დღესასწაული. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე ბრძანა პატრიარქმა. ქადაგების დასასრულს უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შევიწროებას განიცდიდნენ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა. რამდენიმე დეკანოს კი პატრიარქმა მითრა გადასცა. დედ-მამის დალოცვას აქვს უდიდესი ძალა და იგი უდრის, იგი არის მადლმოსილი ღვთისმადლი და ღვთისმადლი. აი ამიტომ სადამ ცოცხალია მთელი დედ-მამა, ხელმიაგეთ პატივი, თაყვანიეცით მას, ყოველ დღე ემთხვიეთ ხელზე და სხდომით